პრეზიდენტის მოსალოდნელი ვეტო და პრემიერის პასუხი. ირაკლი ღარიბაშვილი ამჯერად პრეზიდენტის იმ პოზიციით არის უკმაყოფილო, რომელიც ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ცალკე გამოყოფას ითვალისწინებს. მთავრობის მეთაური ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პარლამენტის მიერ უკვე მხარდაჭერილი კანონის საბოლოო რედაქციაში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებულია. სადავო დოკუმენტზე პრეზიდენტის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ ვარიანტს დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გაეცნო, რომლებიც პარლამენტში დამტკიცებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას ითხოვენ. თუმცა ის ორგანიზაციები, რომლებიც მეჭიაურის ავტორობით მომზადებულ კანონს მხარს უჭერენ, ალუბრის სასახლეში დღეს არ მიუწვევიათ. ამ ადამიანებს არ ესმით აბსოლუტურად რა არის სახელმწიფოს ინტერესები. მათ შორის ვისაც სახელმწიფო ინტერესები არ ესმის, პრემიერის საზედამხედველო სამსახურისა და ეროვნული ბანკის გაყოფის მოწინააღმდეგეებს გულისხმობს. თუ უკვე მიღებული კანონპროექტი პრეზიდენტისა და არასამთავრობოთა ნაწილისთვის ეროვნული ბანკის შესუსტებას ნიშნავს, მთავრობის მეთაური დავას ამ თემაზე ხელოვნურად ინსპირირებულს უწოდებს. კატეგორიულად მეუღებელი არის ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხეს ხელოვნურად ჩვენმა ეგრეთ წოდებულ ოპონენტებმა და სამწუხარო პრეზიდენტი შეუერთდა მათ ამ ასე ვთქვათ აჟიოტაჟს და ჟრიამულს. ჩვენ ყველა ის შენიშვნა და რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი ევროკავშირის მხრიდან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, იქნა სრულად გათვალისწინებული. პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც პრემიერის მიერ ნახსენებ ცვლილებებს არ ჯერდება და ვეტოსთვის ემზადება, მთავრობის მეთაურის მორიგ ბრალდებას სახელმწიფო ინსტიტუტებზე საკუთარი შეხედულებებით პასუხობს. ვეტოს გამოსაყენებლად პრეზიდენტს ვადა შაბათამდე აქვს, თუმცა ალტერნატიული წინადადებები, რომელთა მიხედვითაც ზედამხედველობა ისევ ეროვნულ ბანკს უნდა დარჩეს, უკვე მზად არის. მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა წარადგინოს პარლამენტს, ვეტოს შემთხვევაში სრულად ასახავს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. პრეზიდენტის ინსტიტუტი ყოველთვის ხარს უჭერს ინსტიტუციების გაძლიერებას. პარლამენტში გაგზავნამდე ალტერნატიული წინადადებები პრეზიდენტის მრჩეველმა არასამთავრობო სექტორს გააცნო, რომლის წარმომადგენლებმაც დღეს ვეტოს გადაწყვეტილება მოიწონეს და პრეზიდენტს პარლამენტის მიღებული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაც ურჩიეს. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. რადგან ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ჩემი აზრით აუცილებელია საკონსტიტუციო სარჩელის შეგანა. ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება, რომ ამ შემთხვევაში თუ კი განიხილება სარჩელი, ამ სარჩელს ასე შეუწყოთ ხელი და მხარი დაუჭიროთ. რჩევები პრეზიდენტს დღეს არ მიუღია არასამთავრობოთა იმ ნაწილისგან, რომლებიც მმართველი კოალიციის მიერ შემუშავებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიას იწონებენ. საკუთარი მოსაზრებების მიტანა აულაბრის სასახლემდე მათ დღეს ვერ შეძლეს. ჩვენ ვართ ყველაზე კომპეტენტური ამას ყოველგვარი თავმჯდომარეობის გარეშე ვიტყოდი ამ კანონთან მემართებაში ასოციაცია, ანუ გაერთიანება და თუ რატომ არ ვიყავით დღეს პრეზიდენტთან მიწვეული, ჩვენთვისაც გასაკვირია. მაჩნია, რომ ფასიან ხალხების ბაზრის რეგულირება და მისი ზედამხედველობა არ უნდა იყოს ეროვნული ბანკის კომპეტენციაში. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს სამთავრობო ეშელონებსა და არასამთავრობო წრეებში თემაზე ურთიერთბრალდებებით გამათობენ, საბოლოო გადაწყვეტილება საბანკო ზედამხედველობის შესახებ პარლამენტმა უნდა მიიღოს. კანონმდებელთა უმრავლესობამ კი ამ თემაზე საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ 18 ივლისს დააფიქსირა, როცა გაყოფას მხარი დაუჭირა. ახლა მმართველი კოალიცია ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. ეს რიგგარეშე სესიის ფორმატში და ამ არასასესიო პერიოდში არ მოხდება, ეს მოხდება საშემოდგომო სესიაზე, იმიტომ რომ რეგლამენტი არსად არ გვავალდებულებს, რომ მაინდა-მაინც ეხლა შევიკრიბოთ ჩვენ ვეტოს დასაცავად. პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტოს სავარაუდოდ პარასკევს დაადებს. ალტერნატიულ წინადადებებს კი კანონმდებლები კენჭის მხოლოდ სექტემბერში უყრიან. თუ პრეზიდენტის შეთავაზებული ვარიანტი ჩავარდება, კენჭისყრაზე ისევ ძველი კანონპროექტი გამოვა და მისი მინიმუმ 76 ხმით მიღების შემთხვევაში პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად ჩაითვლება. ეს მოქმედი პრეზიდენტის რიგით მესამე ვეტო იქნება. წინა ორი გიორგი მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონპროექტს დაადო, რომელთაგან ერთიც კანონმდებლებმა გაიზიარეს, მეორე კი 82 ხმით დაძლიეს.